და შედეგი დასრულდა რუსეთ-უკრაინის დიალოგი თურქეთში. ორსაათიანი მოლაპარაკებების შედეგები ოფიციალურად დაზუსტებული არ არის, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლაზე. ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რაც წერს დასავლური მედია და კიდევ რა ინფორმაცია ვრცელდება სტამბოლიდან. თიკა მიგინეიშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, მისგან უფრო მეც მოვისმენთ. თიკა, გისმენთ. უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვეს, ეს მოლაპარაკებები თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხვადასხვა წყაროები ამბობენ, რომ მხარეები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის თარჯიმანსაც იყენებდნენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინულმა მხარემ პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა, ასევე განიხილეს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა. უმეროვის განცხადებით შეხვედრისას მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას 1000 სამხედრო ტყუის გაცვლის შესახებ. ამ დრომდე ისევ ველით თუ რა დამატებით განცხადებებს გააკეთებენ დელეგაციის წევრები პრესასთან, თუმცა დასავლურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ არის რელევანტურია და გაცილებით აღემატება მანამდე განხილულ საკითხებს. პარალელურად ტირანაში გამართულ სამიტზე ევროპელ ლიდერებს მიმართა ვოლდიმირ ზელენსკიმ და მათ ძლიერი რეაგირებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების შედეგს ვერ გამოიღებს. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად სატელეფონო საუბარიც გამართა დონალდ ტრამპთან. თავის მხრივ ამერიკის პრეზიდენტმა არ გამოერიცხა, რომ ის სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთანაც, მაგრამ კითხვაზე პასუხი თუ რა კონკრეტული შედეგები გამოიღო ამ შეხვედრამ, სავარაუდოდ უფრო უახლოეს საათებში გვეცოდინება. უკრაინულ მხარესთან პირდაპირ მოლაპარაკებები დასრულდა. საერთო ჯამში ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგებით, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად. რაზე შევთანხმდით? პირველი, უახლოეს დღეებში გაიმართება ტყუების გაცვლა 1000-ზე. მეორე, უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირ მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს მოთხოვნა. და მესამე, ჩვენ შევთანხმდით, რომ თითეული ქვეყანა წარმოადგენს თავის ხედვას სამომავლოდ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასეთი ხედვის წარდგენის შემდეგ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება და ამაზე შეთანხმებული ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მოლაპარაკებები. ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ტყუების გაცვლის განხილვა და ასევე ჩვენ პოტენციურად ვამზადებთ შეხვედრას ქვეყნების ლიდერების დონეზე. ჩვენ ვსაუბრობდით გაცვლაზე 1000-ზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა მოდალობებზე. უახლოეს დღეებში მოხდება ტყუების მასშტაბური გაცვლა 1000 ადამიანზე. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი პირისპირი მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ბოლო 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ველით რა დამატებით კომენტარებს გააკეთებენ დელეგაციის წარმომადგენლები და მომდევნო გამოშვებაში უფრო მეტ დეტალს კი ამბობთ. მადლობა თიკა მიგინეიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.